ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში მოხვედრის მცდელობის ეს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ მონაცემებს პირველად ავრცელებს. უწყება აცხადებს, რომ დაღუპულია 11 ადამიანი, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ რაოდენობას, რომლის შესახებაც ესპანეთი იუწყება. მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის რაშიდ ელ-ხალიფის განმარტებით, დაღუპულთაგან 10 დაიხრჩა, 1 კი სიმაღლიდან გადმოვარდა. Paralelურად ესპანეთი 72 დაღუპულის შესახებ აცხადებს. ქალაქში სამართალდამცავების რაოდენობა 696-დან 1042-მდე გავზრდით, რაც 33.3%-იანი ზრდა არის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხუთშაბათზე მობილიზებული იქნა შეერებული ძალებიც, მობილიზდა 2000 სამხედრო. შესაბამისად, ამ დღეებში სეუტაში თითქმის 3000 თანამშრომელი მუშაობდა ვითარების ნორმალიზებისთვის და ისინი ადგილზე იქამდე დარჩებენ, ვიდრე საჭირო იქნება. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 72 შეადგენს, ეს არის რიცხვი, რომელიც ახლა გვაქვს. ის რაც ხუთშაბათს მოხდა მიგრაციული კრიზისია. მიგრაციის ცენტრსა და მის გარეთ მყოფების რაოდენობა დაახლოებით 1000 ადამიანს შეადგენდა. ეს იყო ორშაბათიდან 4შაბათის ჩათვლით არსებული მდგომარეობა. საქმე გვქონდა მიგრაციულ ვითარებასთან და შესაბამისი ზომებით სწორედ ამ მიმართულებით ტარდებოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხუთშაბათ დილით მოხდა, ყველა მაშინ მიიღო, როცა ეს მოხდა. ვიდრე მოხდებოდა, არავინ არაფერი იცოდა. ეს დაიწყო და როგორც ყველამ ნახეთ, ათასობით ადამიანი საზღვარს ფეხით კვეთდა. ამას მანამდე არსებულ ვითარებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ესპანეთის თანახმად ბოლო დღეებში სეუტაში შესვლა 60,000-ზე მეტმა შეძლო, თუმცა მათი უმრავლესობა მაროკოში უკვე დააბრუნეს. მაროკოში კი ამბობენ, რომ ანკლავში უკანონოდ შესვლა 40,000 ადამიანმა სცადა. გარდა ამისა, კიდევ 135 ადამიანი ესპანეთის კიდევ ერთ ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ მელილიაში ცდილობდა უკანონოდ შესვლას, თუმცა ისინი მაროკოს ტერიტორიაზე მალევე დააბრუნეს. მაროკო აცხადებს, რომ არსებული მონაცემების გადამოწმებისთვისა და ესპანეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი ცხედრების ამოცნობისთვის მადრიდთან შეთანხმებულად მოქმედებს. ამასთან ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრანტების მოულოდნელ ნაკადს სოციალური მედიის ბოროტად გამოყენებასა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირებს. გასულ კვირაში 4 შაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10,000-ობით ადამიანის მცდელობა მაროკოდან სეუტაში უკანონოდ შესულიყო, ევროკავშირში დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია. ბლოკის წევრმა ზოგიერთმა სახელმწიფომ ესპანეთი მიგრაციის საკითხში არასაკმარისი რეაგირებისა და ზედმეტად ლმობიერი პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.